ისე გამომაჩნია რომ მიხდეს მინდა კარგა. მოგესალმებით მეგობრებო, ისევ და ისევ დეითობანა. ერთ-ერთი რაც არის ცვლება, მე ვარ, თმა არა მომდის ჯერ კიდევ. არის ცვლება ადგილი, სადაც ვიღებთ. ისევ და ისევ -1 ბარში ვიმყოფებით. მაგიდაზე რაღაცები იცვლება, აგერ დაგვიმატეს რაღაც სუში, გემრიელობები. ეს არის რაღაცა ბეკონ როლი, ვისაც თევზი არ უყვარს. და რა ვიცი, რა გინდა? საფრთხეზე ვლაპარაკობდი ამდენი ხანი. თუმცა ესეც იჭმევა. ეს სტუმრად ყავენ ბატონი მიშიკო თუ მიშიკო? მიშო რამე. მიშო საფულოში. და ნინი. როგორ ახართ? შვენივრად. კარგად. შვენივრად, შვენიერია. მოდი პირდაპირ დავიწყოთ, მომიყევით ვინ ხართ, რას აკეთებთ, რატო აკეთებთ, როდის აკეთებთ და ასე შემდეგ. დავიწყო? დაიწყე. მე ვარ მიშიკო ჭანტურაია, ვარ 23 წლის სტუდენტი, რავი, ყოველდღიურობაში მუშაობ, ვარჯიშობ და დავდივარ უნივერსიტეტში. სასწავლებლზე. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, მედიცინის ფაკულტეტზე. ვაუ. მაგარია. ოკეი. რა საპირე? რავი, პასახის ქირურგია მინდა თუ გამომივა, რავი, ხმამაღალი ნათქვამია. სტომატოლოგობა რა. ოკეი. საინტერესოა. მუშაობით, ანუ მუშაობ ადმინისტრატორადაც, არა, ჩემის კლინიკაშიც მიმუშავია ტაგზეც, მიმუშავია ადმინისტრატორად, ასე რომ ესე ერთი რაღაცა არა რა. ოკეი. ახლა რით ხარ დაკავებული? ამჟამად არ ვმუშაობ, ეხლა დაიწყო უნივერსიტეტი, ასე რომ ჯერ ხელს ვალაგებ, გრაფიკს დავალაგებ და როგორც კი დავალაგებ, შემდეგ ეგრევე სამსახური. იგივენაირად ან მორიგეობას გააგრძელებ? მორიგეობა დიდი ალბათობით კი, იმიტომ რომ სხვა რამე რთულია. შვენიერი. ანუ ეგ მიზანი თავიდანვე გქონდა თუ რაღაც სოციუმის გავლენა იყო თუ არა, ბავშვობიდან მინდოდა, აი როგორ არა. გავლენაც იყო ალბათ დიდი ალბათობით სოციუმის. რა გინდა, ხო პატარა რო ტკბილი ამოიღე და აი ჩემია. არა, ტკბილი ამოღებით ნახეთ არა. სისხლიანი სახე რო გედა. აი ოჯახს რომ იყავ რა და აი ექიმი მოდის და აი თეთრი ხალათია და ნახე რა მაგარი რაღაცა და ნუ ეს გავლენა იქონია რომ თეთრი ხალათი არის რავი პრესტიჟული და კარგი და რავი მეც მომეწონა რა შემდგომში რო გავიზარდე უკვე მივხვდი რომ რავი კაი ტკბილის ამოღების დროს ანესთეზიას გაუკეთე პაციენტებს? რავი, შენ თუ მოხვალ? რავი არა რა, ძალიან ერთხელ გაუკეთე. რავი, დარიშხანის ვარიანტიც არა, რავი, თუ გინდა. რავი, დარიშხანის ვარიანტიცაა. არის ხანი და შემაყარე უკან. გამიყუჩებს მაინც. ოკეი, კაი, მოდი რა მითხარი იცი? ანუ დეითებზე თუ დადიხარ ხოლმე, თუ დადიხარ რა სიხშირით? რავი, იშვიათად ბოლოს ვიყავი ერთი თვის წინ დაახლოებით. დეიძე და რავი, ძალიან სულად ჩაიარა და მაგის შემდეგ რავი აღარც. რატო? კბილები არ გაჩვენა თუ? კბილები არა, კბილები კი იღებო რა, არ იყო მაგის პრობლემა. მარიამ გამარჯობა. აბა გააყბილისა. დეიძე თქვა რომ აი თუ ჩემთან ყველაფერი კარგად წავიდოდა, ხო? მაშინ შეყვარებულს დაშორდებოდა. ხო? და ესე რომ არც ვიცოდი შეყვარებული ვიყავ და მეთქი ოკეი, კარგად იყავი. ან თუ ყველაფერი კარგად წავიდოდა რა სულის ხმობდა? თუ ჩემთან ერთად გაუსწორდებოდა ყოფნა, რავი, ალბათ უფრო მეტ პლუსს ნახავდა, ვიდრე მის შეყვარებულთან ერთად დარჩებოდა ჩემთან რა. ან უფრო დიდი თუ გაქვს? ბაზარი არა. რავი, შეიძლება. შეიძლება. ერთად ხართ ახლა? კასაგებია. ერთი სული მხოლოდ საშინოდის გავაცილებდი და მორჩა. ნინი, შენ მოგვიყევი, ვინ ხარ, რას აკეთებ? მე ვარ ნინი, 20 წლის. ამჟამად დიდი პაუზა მაქვს აღებული ჩემს საქმიანობაში, იმიტომ რომ ფეხი მქონდა მოტეხილი. რთული მოტეხილობა იყო და დიდი დრო დამჭირდა. რატო მოიტეხე, სად მოიტეხე? მანქანა დამეჯახა. ვაუ. ხო და ანუ გადადიოდი თუ იმენა? ზებრაზე დამეჯახა. ვაუ. ხო და თუმცა უკვე უკეთ ვარ და მალე ვაპირებ სამსახურის გაგრძელებას, გაყიდვების სფეროში ვარ, ტესტის მაღაზიაში.
მაგრამ მაგაზე მეტად ცეკვა მიყვარს, ცეკვაზეც დავდიოდი, ასევე კრივზეც დავდიოდი, ეგეც მიყვარს. ზებრაზე ხوار ცეკვავდი ბარ. არა, მაგრამ სამსახურიდან გამოვდიოდი, ცეკვაზე მაგვიანდებოდა და ვარ გადადის და გადადი რა. ოკეი, რა ცეკვა? ჰიპ-ჰოპს. ჰიპ-ჰოპს. ოკეი. გვენდა ბრეიქს აკეთებ? ოკეი, ანუ უნივერსიტეტში, ანუ სტუდენტი ხარ? ჩავაბარე, თუმცა აკადემიური ავიღე. აკადემიურ აიღე. ანუ რაზე ჩავაბარე? ფსიქოლოგიაზე. ფსიქოლოგიაზე. კაი, ნიცშეს რა იცი? ნიცშეს რომელი იცი? ზოგადად dating ამბებში რამდენად ხშირად ქონია ბიჭთან აი შეხვედრა, პაიმანი რომ არ დაარქვა რაღაც უბრალოდ შეხვედრა. აი დეითებზე არ დავდივარ, უბრალოდ შეხვედრები მქონია. ვერ დადიოდი ცოტა ხანი. და ისედაც არ დავდივარ დეითებზე, ერთხელ ვიყავი მარტო. ოკეი, ერთხელ ვიყავი, როდის? რა ვიცი, რამდენიმე თვის წინ. რამდენიმე თვის წინ. სად იყო ეგ შეხვედრა, როგორი იყო? კარგი იყო მზიურის პარკში. მზიურის პარკში. როგორ გაიცანით ეგ ადამიანი? ტატუს ვიხატავდი ერთ-ერთ ტატუს სტუდიაში და იქ მუშაობდა. ტატუ აქანო. სოთა. კუ. ტატუ თუ აქ ეგრევე ოკეი. კაია, პირდაპირ. ტატუები მაქვს კი. ეგრევე. ოკეი. ანუ ტატუს ვიხატავდი, ტატუ მასტერი. და იქ მუშაობდა, კი. ტატუ მასტერი იყო, ოკეი. და მაგ შეხვედრის შემდეგ, ანუ გაგრძელდა რაღაც ურთიერთობა? კი, ხვდებოდით ერთმანეთს. აჰა, რამდენი ხანი ხვდებოდით ერთმანეთს? დაახლოებით 1 თვე ხვდებოდით. 1 თვე. ბევრია. რამე ნებისმიერი ცუდი დეითი რო გაიხსენოთ თუ გქონიათ, ან ცუდი დეითი რომ არ იყოს, მაგალითად შენ ნინი რო თქვი რომ ერთ დეითზე ვიყავიო, აი თუ გქონია ეგეთი შემთხვევა, რომ აი ბიჭი მოვიდა გასაცნობა და აი ძალიან უხერხული იყო, ან რაღაც ისეთი უთხარი რომ ძალიან სასაცილო იყო და ასე შემდეგ. ან მოდიოდა და წაიქცა და რა ვიცი. ან მანქანით გაგიტანა, არ ვიცი, ხო. მივიდა. საფოტო დარტყმა. აუტი. ვიცი, გავიხსენებ მანამდე. მიშო. ჩემ დახმარება გუნდა შენ. ოკეი, რავი, იყო ერთი ესეთი დეითი, ანუ ვიყავი გოგოსთან ერთად წასული და კარები გავუღე მანქანის რა და ოკეი, ძალიან ცუდად შემოქმედა მეთქი, რატო ოკეი, კარი გამოგიღე მანქანის და გავიდა 2 წუთი მივედით, ანუ 2 წუთი რა გავიდა რაღაც რომ მივედით რესტორანამდე, ხო, ანუ დაახლოებით ეგეთი რაღაც იყო რა, მივედით რესტორნის კარებიც გამოვუღე, ხო, რესტორნის კარებიც გამოვუღე და აქაც შესულზოს მეუბნება, რომ იცი რა მე ფემინისტი ვარ რა და კარის გაღება ჩემითაც შემეძლო რა. ანუ ეს ელემენტარული მოქმედება ჩემითაც შემიძლია გავაკეთო რა. დაოჯექით რაღაცა რესტორანში მეუბნება, რომ ანუ ანგარიში, ანუ 50-50, 50-50-ზე. აი მეთქი, ოკეი. თვითონ გითხრა აქეთ? კი, თვითონ მითხრა აქეთ რა, ანუ შენ რა უნდა გეთქვა, იცი, ანუ მე არ ვარ თანახმა, ყველა შენ გადაიხადე, იმიტომ რომ შენ ძლიერი ადამიანი ხარ. შენ ეს შეგიძლია. არა, თქო, უთხარი კატეგორიულ ვარზე წავედი, ამაზეც ვიჩხუე და მეთქი კი, შენაირებთან მაკაცობთ, მაკაცები მყავს გაკრას. რა ვიცი, ძლიერი ქალი კარგია. ვაუ. ხო, არა, ფემინისტები, ნუ, ეგეთი ფემინისტების მართლა არ მესმის, ხო? ძალიან ცუდია. აუ, ეს იყო ცოტა უხერხული მომენტი, მეთქი ძმაკაც არ ვეძებ რა ნამდვილად. ოკეი, მე მქონდა რაღაცა კონტაქტი. არა. წვიდე, გავაცილე საფამდე. ანუ არასდროს ძმა როგორ ახარ. არა, დავანებე თავი. 20 ლარი ხوار გაქვს ხვალამდე. თან ის გწერს. ოკეი, გასაგებია. ამის გარდა ისეთი გასაკუთრებული არაფერი. არა, ეს მახსენდებოდა ეხლა. რამე ისეთი მომენტი ხوار ქონია, აი დაუშვათ ბარში თუნდაც, რომ ის უხარ გოგოსთან გასაცნობად და რატომღაც უარი გითხრა? ქონია, კი. კი. ერთი პერიოდი ფეხი მქონდა მოტეხილი რა და ძალიან გასუქდი. ერთი პერიოდი არა, ფეხი მქონდა სამი. მეჩია, ო. მოკეთ, ფეხი მქონდა სამი. შენ მარჯვენა, შენ მარცხენა. არა, უეჭველი ორივე მქონდა მოტეხილი, ასე რომ არა პრობლემა. შენ რომ მიქონდა? მარჯვენა. მარჯვენა. მარცხენა ორჯერ ასე რომ. რას აკეთებს? ანუ სტომატოლოგია თუ ერთხელ კალათბურთის დროს მოვიტეხე, ერთხელ ზებრაზე მანქანამ გამიტანა და ერთხელ ბაიკიდან. ერთი დეგია ძვალი ხوار იყო. არ ვიცი.
ხო და ერთხელაც ბაიკიდან გადმოვარდი, ცუდად ავარიაში მოვყევი და მაშინ. ვაუ. ეს იყო და მომატებული ვიყავით წონაში და გოგოსთან მივედი გასაცნობა. ბაიკი ძალიან უყვარს. ძალიან კარგი. ხო და გოგოსთან მივედი ბარში გასაცნობა და ანუ სუქნებს არ ვეცნობიო და მეთქი გამიტყდა და წამოვედი რა დავანებე თავი რა. ცოტა ჩაფსკნელი იყავი? სუქნად ვიყავი. ხო. ამაზე სუქანი? დაჟე, შენ წარმოგიდგინე. აურა ბროდი. არა ხო იქ პრო. არა, მეც ვიყავი მსუქანი. არა. ლამაზები ხართ ორივე. ნუ არ გამიბრაზე. გაიხარე. ნინი, შენ თუ გაიხსენე რამ? ერთი გავიხსენე. მიხარ ან გავიხსენე მოკლედ მე და ჩემი მეგობარი ტაქსით წავდით ზუგდიდში. მოკლედ ამ თბილისიდან? კი. და ამ ტაქსის მოვეწონა და ბოლოს რო თავი დამანებას ვეუბნები რომ მეთქი აზრი არ აქვს მეთქი ამ ეტაპზე ურთიერთობებს არ ვეძებ და თან საზღვარგარეთ ვაპირებ წელს მეთქი და ესეთ რაღაცას მეუბნება რომ თუ საჭირო გახდებაო თვითონაც ჩამოხსნიო რა ან კიდე წამოყვება და ძალიან ისეთი იყო მეთქი სად მომყვები ასაც მე როა ზემოდან რაღაც იმაში რო ჩამოხსნის ეგრე ჩამოხსნის რა თვითონაც ხოდაი ისე ირვაინი რო ჩამომიხსნა გენაცვალე ბიზნესი არ მაქვს ახლა ბიზნესები არ მომთხოვა ვაუ ჩამოგიხსნიო ან თელიგზა რაღაცა გეფირტა არა სხვათაშორის უფრო იმ ჩემს მეგობარს ელაპარაკებოდა რაღაც თემაზე შეკამათნენ და მაგათ უსმენდი მაგრამ თუმცა მე მოვეწონე ჩემით დაინტერესდა და როგორ მიხვდი მაგას მითხრა გითხრა პირდაპირ ეს რომ მომეწონეო და ხო კი ანუ გზის განმავლობაში თუ ბოლოს რო ჩაჭრა ბოლოს უფრო რო გადაიხადეთ თუ მე მანამდე რო გადაიხადეთ შეიძლება მაგითო გითხრა ანუ თბილისს და ზუგდიდამდე რამდენი გადაიხადეთ სხვათაშორის ბევრი არა რამდენი 150 150 ნუ არა ბევრი არ არის ტაქსისტების ისტორიები ხო ან ბევრი ესე თან უმრავლესობა უხერხულია სხვა შემთხვევა ხო არ გქონიათ ზოგადად ტაქსისტებთან კი ეცოდა მეორეს ნინი შენ გქონდა რამე კი ხო რა ისეთი ჩორლებრივი ისტორია მოკლედ სახლამდე მიმიყვანა და როცა მივედით მაშინ მეუბნება რომ ხარ გაგვესეირნაო და მეთქი არა კარგად იყავი კიდე გამოვარდი უცე აჰა ოკეი ნუ ეგ მე თვითონ ტაქსაობ ხოლმე რა როდესაც ანუ ასე რომ არა ეგრე არავის არაფერი არ მithkomს просто ჩემთან აკეთებია წასვლა არა ანუ ჩემთან აუტოში ვარ წასასვლელი და ანუ მე ჩამიჯდა ანუ თავიდან მოდიოდა რა გოგო რა ანუ გოგო არისო რა ტრანსფორმერი მოკლედ რა ჩაჯა მანქანაში და თავიდან რო უყურებდი ანუ ზედმეტად დიდი გაბარიტები ქონდა იმისთვის რომ გოგო ყოფილიყო რა და მე რო ჩამიჯდა მანქანაში რა გამარჯობა იმდენად ბოხით ხმით რა რომ მეთქი ვა ყოჩა გასაგებია უკვე ვინც მიმყავს ოკეი და სანამ დავიძრებოდით დაიწყო ანუ ტელეფონზე დაურეკეს და პირდაპირ რა ზარზე აუ ვერ წარმოვიდგენ როგორი სიმპათიური ტაქსისტს მივყავარ თქვენ შემთხვევით ხო არა ხართ დაინტერესებული ჩემთან ურთიერთობით ან მე მეულაპარაკება აქედან რა ტელეფონში სხვა რო თქოს ბათუმში ვარ ნახევარში გადმოგირი არა ეგ რო თქოს და მეთქი არა ბოდიში შეყვარებული მყავს ურთიერთობაში ვარ არანაირი ურთიერთობას არ ვეძებ თქო და აუ ძალიან ბევრს კარგავ რო იცოდე და მეთქი სულ სხვა შეგზნებებს კარგავ და მეთქი კარგად იყავი ძმა და ბოლოს რო გადადიოდა ნომერს ხوار დამიტოვებდო და მეთქი არა მოდი ახლა ისეთ რაღაც გავაკეთოთ ანუ შევაჯამოთ ამ მდგომარეობით წერა თითის მოძრაობით მოგეწონათ თუ არა ერთმანეთი აი ამ მდგომარეობით რაც გაიგეთ და იცით ერთმანეთ შესახებ ხელები გამოწიოთ ხო 1 2 3 შევაფასოთ ჩამოწიოთ ხელები შეგიძლიათ მოიხსნათ ნიღბები ვოლა გამარჯობა მიშო იცნობთ ერთმანეთს კი ეხლა გავიცანი იხარით თქვენი red flag-ები რა არ მოგწონთ საპირისპირო სქესში დავიწყო დაიწყოს ოკეი დაიწყოს დავიწყებ red flag-ი
აი გოგო რო იგინება რა ან მეგობრებსაც რო ელაპარაკება აი შეჩემათი რო აი შეჩემათი რო მეგობრს ელაპარაკი რაკაც რო დაულეკავს აი შეჩემა რა ვახარ აი აი ვერ ვიტან არა რა ნუ დაი ზანი მაგარია შეჩემაზე უფრო მაგარია რო ურეკავს კლიპო არა ეგ უკვე ნამეტანია ოკეი ანუ ხო კი ბატონო გასაგებია მისაღებია რობილდს სიტყვაობს ეგ გავიგეთ ცუდია ნამდვილად ცუდია და არა მხოლოდ გოგოებზე ეგ ანუ ზოგადად ბიჭიც რო ანუ ქუჩაში მიდის და რაღაცა აუჩე მიდედა და მისთან რაღაც და ცოტა ისეთია რა ცუდი მოსასმენია თუმცა გოგოსგან ალბათ უფრო დიდი კონტრასტია რა იქიდან გამომდინარე ცუდი მოსასმენი ძალიან ცუდად ხდება ხუში რა და მაგის გარდა ეს ალბათ პირადი გადმოსახედია უბრალოდ ძალიან ბევრს რო ეწევა რა ანუ ყველა გოგოზე არა უბრალოდ გოგოზე რომელთაც ურთიერთობას ვაპირებ რა თუნდაც მოსაწევს და თუნდაც სიგარეტს ანუ სიგარეტს რო ბევრს ეწევა არ შემიძლია რომ აიკოსი არა უყურე აიკოზე პრობლემა არა მათ ანუ სუნი არა აქ ისეთი რა როგორ არა აქვს მაგას კიდე ვიტან მანქანაში ფანჯარას არა ფანჯარას რო ჩამოუწევ მანქანას ეგრე ძალიან არ იგზნობა ის სიგარეტი ძალიან იგზნობა და ასე რომ არ შემილია რა მე არ ვეწევი და ჩემთვის აიკოს ეწევი? არც აიკოს არ ვეწევი. არაფერს არ ეწევი? არა. ოკეი, კი ბატონო. შენ? მე ვეწევი სიგარეტს. სიგარეტს ეწევი? რა მინდოდა? რეალური არავინა. ძალიან კაი იყო. ნუ ოკეი. ანუ პარაუზივით ხო არ ეწევა ყოველ წამსუც? ნუ არა. ვსო. ანუ ჩერეს ჩემი თო კითხათან ანუ რა მაგარია ხო მოერიდა პირდაპირ კითხვა და ეს და პარაუზით ხო არ ეწევა ახლა ეხლა უნდა გამომიყვანო მდგომარეობიდან რაღაცა ისეთი თქვი ოკეი ანუ გასაგებია ეგ მისაღებია ეგეც ანუ უბრალოდ ხშირად არ უნდა იყოს ეს ყველაფერი ეგ არ თორე ნორმაში თუ არის აი ჩემთან ერთად რო ხშირად ეწევა ანუ ისე რომ მოწიოს რა მე უბრალოდ მე ძალიან მაქვს 1-2 კილომეტრი თუ მოხშორდეს და 2 კილომეტრი ნახდათ არა ვიშო მე მოვწევ და ეგრე ნამდვილად არა ეგრე ნამდვილად არა აი სახეში რო გაბოლებს რა რო ეწევა თან სახეში რო გაბოლებს აი საშინელებაა რა ანუ ვერა რა გაუკეთებიათ ეგრე კი აი ამიტომაც ვიძახი რომ ხო ნუ ეგ ახლა ძალიან ის არის რა უხერხულია კი ბატონო, ეგეც გასაგებია. აი თვისება ხო არ გაქვს ისეთი აი ადამიანებს რაც არ მოგწონს რა. აი ხასიათი, ჩვევა, ძალიან ეჭვიანები რო არიან და აი ეჭვიანები. აი როგორი ეჭვიანები თან იცი? ანუ ეჭვიანი რო იყოს გოგო, ოკეი. მაგრამ აი ხო გააჩნია აი ინსტაგრამს რო გიმოწმებს ყოველ წამწუთ, აი რო გეუბნება რომ შენი ინსტაგრამი მომეცი, შენი ფეისბუქი მომეცი, აი ეს, ნუ იქნებ კონტენტს აკონტროლებს. ანუ რამდენი ფოლოვერი, რამდენი მოიმატა დღეს? აჰა, შევიდეთ. ვინ არის? სამი ბოზანდარა. აი ხო, აი მაგასაც არ რო შემოვა პროფილზე და რო აი +1 ფოლოვერი ყავს და ვინ არის? აი მაგას რომ მოიძებნიებს პროსტა. ეს ყოფილი ხო ამის. დედას მოუტყნო. ანასას ხო აი წვეჭი ეგრე რო სკოლას. აი +1 არის და ვინ იყო ეს ერთი და აი ახსნა რო გიწევს, რომ აი კურსელია უბრალოდ ახალი, გავიცანი და დავიმატე. კონი ეგეთი შემთხვევები, ან გამოცდილება, რომ აი ძალიან იეჭვიანეს და რაღაც კამათი მოგსვლიათ რაღაც. ოკეი, კი ბატონო. შენ ეჭვიანი ხარ? ეგოისტი უფრო ვარ და მისაკუთრე ვიდრე ეჭვიანი. არა, ეჭვიანი ხარ? არც ის. არც ის. არა. კი ეჭვიანია ოდესმე? კი. კი, თავისთავად. კონდა რამე საბაბი თუ რაღაც? რა თქმა უნდა, ხო უსაბაბოთ ისე დებილი გარო. ხო თუ ეჭვია. საბაბი. ხო, ანუ მაგას შემდეგ მოყვა რაღაც კამათი, ხო? მაგ ეჭვიანობას. კამათი არა, უბრალოდ უთხარით, რომ ოკეი, ეს თემა ხა დავივიწყოთ, მაგრამ აი როგორც გითხარით და რაზეც ვიეჭვიანი, ის აუცილებლად ისე ახდება თქო და ის ზუსტად ეგ მომენტი მოხდა რა. შორის ანუ რაღაც რო დავივიწყოთ, ეგ ანუ რაღაც როგორ რაღაცა იცი, ანუ კონკრეტულად მომენტი იყო, რომ ბიძე ვიეჭვიანი რა. აი ის მეუბნება, რომ უბრალოდ მეგობარია და როგორც დაიკოს ისე მიყურებს და მეთქი შანსი არა, ხო ხედავ როგორ იქცევა შენთან ერთად როგორ წერს ამ მასაც მანახებდა და არა უბრალოდ მეგობარიაო და კაკრას დაშორებიდან ერთ კვირაში მეგობრული ურთიერთობა შევინარჩუნე ადამიანთან და მეუბნება რომ აი კი სიყვარული ამიხსნა თურმე მართალი ყოფილხარ და შენ მოგწერა კი ანუ მეგობრებად დავრჩით რა უბრალოდ კიდე ბევრი რაღაც გაუგებრობები იყო და ვერ გავთხოვდი იცი მართალი ყოფილხარ ხო აი რა მეთქი წარმატებები ერთად და ვიზუალში რა არ მოგწონს
ვიზუალში? ისეთი არა, გადახოტრელი თმები არ მომწონს ახლა გოგოზე რა ისეთი თემა, რომ აი ბიჭო და მოსწონს. ბიჭები საერთოდ არ მომწონს. მოდი არ გვინდა რა ეგეთები. ოკეი, გადახოტრელი და ზოგს ხო უხდება ის? შენ ძალიან გიხდება როგორ შენ უჩაიყვი ეს რა. მოდი გადავიდეთ ამ თემიდან. მოიყურები, ოკეი. ანუ ხო არიან გოგოები რომელსაც უბრალოდ არ მომწონს და რა სახის ნაკვთები ისეთი აქვს ლამაზი. ლამაზად ვერ აღვიქვა მოგოშ. კი, შეიძლება ლამაზი იყოს, უბრალოდ რატომღაც მირჩევნია რომ ან კარეზე კონდეს თბები, ან გზელი. ეგრე უმნები ხოლმე პირდაპირ გოგოებს? რაღაცებს პირდაპირ ვარ და კი, ეგეც მინუსი შეიძლება ჩაითვალოს. ისი რა, შენ რო შეიჭრა რა თქმა. არა, ეგრე არა. როდესაც ურთიერთობაში ხარ უკვე ადამიანთან რაღაც ფოტოს რო გიგდებს რა, აი ნახე რა მაგარი ფოტო გადავიღე და რო არ მომწონს პირდაპირ ვარ, იცი რა, მე არ მომწონს აი რაღაც ეს დეტალი რა და ეს ხანდახან წინ ხოლმე, მაგრამ მე ვშორდები და მე ვერკვევით, ანუ პირდაპირ ვარ. ნინი შენ გითხარი შენი რა თქმა. ძალიან არ მიყვარს ბიჭი რო ეფურთხება. გიზიარები ქუჩაში. სად უნდა გადაიშვე? ქუჩაში კონკრეტულად. რა ვისმაილა? მაგურობისთვის რა დავასუსტოთ? ქუჩაში. აჰა. ხოდა? კიდე არ მიყვარს. ანუ სხვა გამოვრიცხეთ. კიდე არ მიყვარს ბიჭი და თმიანი სხეულია, ზედმეტი თმა რო აქვს, ცოტა შეიძლება, მაგრამ ბევრი არა. აშივეც ამ თმას რა. და კიდე სად უნდა კონდეს ბევრი თმა? ფეხი, ხელები. არ უნდა კონდეს ბევრი თმა. არ უნდა კონდეს? წვერიც არ უნდა კონდეს? წვერი მომწონს კი. ანუ ხელებზე, ფეხებზე არ უნდა კონდეს. კერძზე, ზურგზე. არ უნდა კონდეს თმა? ცოტა შეიძლება. ვაუ, კაი. ცოტას როგორ საზღვრავთ? ალაგ-ალაგ. შეგადაში. ალაგ-ალაგ რო გაგაზეწებთ. აი გამოვშავთ. ალოპეცია რო გაქვს. ეს სამედიცინო დამთავრდა და. კიდე ტიპი რომელსაც არასდროს არ შევხვდები არის ქუჩის ბიჭები რო არიან. სახტაროები. კი, აი სუბიჟაზე რო აყრიან და ხურდას რო უყრე. ანუ ქუჩის ბიჭები ხო მივხვდი ვისაც გულისხმობ ანუ ეგეთი ტიპაჟი არ მოგწონს. კაი, ანუ რამე ისეთ თვისება ხო არ გაქვს რაც გაღიზიანებს ბიჭებში? ტყუილი. თვისება არ არის, მაგრამ მიღებულია. მიღებულია? მატყუ არა არის და აი როგორ დაახასიათებდით? ხო, ან ტყუილი გასაგებია, ზოგადად ურთიერთობაში რო გატყუებს რა ადამიანი, ეგ გასაგებია, მიუღებელია, არავის არ მოწონს. აი მაგალითად რაღაცა ჩვევა, რაღაცა თითებს იკვნეთს, ან რაღაცა ეგეთი. არ მომწონს თითების კუნება. არ მომწონს. ხო, სანამარხი ხო ვერ გაიხსენა. ანუ რამე ისეთი არ გახსენდება, აი დაუშვათ მასკს რო იხდის და აგდებს. არ მაგაზიანებს. ან ქუჩაში ას პროსტა მიდის და ავაღებინება არ არის. კაცა ჯერ ეგეთი ბიჭი არ შეხვედრია. აი, ვიზუალში ხო არ გაქვს რამე ისეთი პრიორიტეტები. ან ნუ თმა გავიგეთ, ასე შორის გრძელი თმა მომწონს. გრძელი თმა მოგწონს. ჩემი კარგიც მოვთხარ მაშინ. ხო, ანუ მიშოს როგორ შეაფასებდი მაგალითად? კარგი თმა აქვს, კარგი სიგრძის, წვერიც უხდება. აჰა. წვერი შენც გიხდება. მადლობა. ხო, კი. ერთ კომპლიმენტს მეც გეტყვი და გავარასწორებ. კარგი ხო რა. ოკეი, ანუ გზელი თმა რაღაც ჰოკერები და ამბები რაღაც. ქონია გამოცდილება ეგეთ ადამიანთან? ან არ შეხვედრილ ხარ არავის ისეც? როგორც? ძელი თმები? კი, კაცო. ხელზე თმები რო არა აქვს, ფეხზე თმები რო არა. ჩემი ყოფილიყო. მეგავ პარსე. მაღალი ბიჭები მომწონს. გავხდრები. ერთი დღე რო აქვს კაპარშვის. გავხდრები. მოდი ახლა შენ. აი, ბოდიში.
შემდეგი სიტუაცია არის მოდი რა ვიცი, ტრავმპუნქტია. არ მოგვაშო რა. სხვადასხვა საკაცით შემოგიყვანეს, რა თქმა უნდა. ერთ პალატაში აღმოჩნდით და ერთს მარჯვენა ფეხი აქვს აწეული, ასე თაბაშირში თუ რაც არის და მეორეს მარცხენაში და გვერდ ასე წევხართ, მოგეწონა ნინი და გინდა რომ დაპატიჟოს რაღაც პაემაზე. გამარჯობა ლამაზო. მომისალმე. გამარჯობა. რა შეგიმხვა? მანქანას დამეჯახა. აუ რა დამთხევა მეც. ვაუ. რამდენ ხანში გავწერენ? ესეთი დიდი ადამიანება და აქიდან რო გავალთ სადმე წავიდეთ. ფეხით გავისერინოთ. ფეხით სიარული არ მიყვარს. არა უშავს, ბაიკით გავიდეთ. ბაიკი მაწყობს. ბაიკი არ მყავს. ზოგადად როგორ შეაფასებთ ერთმანეთს? რა სიტყვით ერთმანეთს? აი რა მოგეწონათ, რა არ მოგეწონათ ერთმანეთში? დაიწყოს. ოკეი. მე მომეწონა ძალიან ლამაზია ვიზუალურად, ანუ ხიმილი აქვს ძალიან საყვარელი, პირველი მაგას უყურებ ხოლმე გოგოში. და ფსიქოლოგიურ არის რა, აი საინტერესოა. აი საინტერესოა რა. ხო. აი დაჯდება ჩემ პრობლემებს მოისმენს და მე რეიტყვის რომ ანუ ოთათი ხო ექნება სადმე ფსიქოლოგი სადაც მიიღებს რა პატიენცებს. ხო, ანუ ჩემ პრობლემებს მოისმენს რა და მე რეიტყვის ესეთი კაცი რაც მინდა ვინც თავის პრობლემებს თავზე მაყოს. Танკიო თავს რომ იქნე. ოკეი. кайფუმებო. არა, ძალიან საყვარელი გოგოა და რა არ მოგეწონა? რა არ მომეწონა? არაფერი ვარ მითხრა ახლა. არა, არაფერი არა. ხედავ წამოეგო ეგრევე. აი ტანზე რო თმაქ აი მაგაზე რო გართულება აქ. ანუ შენ გატანზე თმა. აი ფეხებს არ ვიფარს. აი ეგ მომენტია. ოკეი. შენ რა სიტყვა? რავი. კმაყოფილი ვარ. ცუდი არ იყო. კარგი დაიჭი იყო. შო? მეც რა. ანუ საერთო გეგმა რა თავი კმაყოფილი არის? მოდი ტაში. კაი, ოკეი. რა მოგეწონა უშუალოდ და რა არ მოგეწონა მიშოში? ის არ მომეწონა რომ გოგოების მოწევაზე აქვს გართულება, ეგ არ მომეწონა. გეგრევე. ბაიკერი რო მომეწონა. როგორ ვის ბაიკერი რო მომეწონა. ბაიკერი მოგწონა. ბაიკი რო არა აქვს. რა უშავს ეყოლება. ვაუ! აია. იცის ბაიკერების დამოკიდებულება ეთყობა ბაიკთან და ოკეი. ეგ იყო სულ. აი, მოდი. კიდევ ერთხელ გავამეოროთ შეფასება. თვალები დავხუჭოთ. ოკეი. არ გავახილოთ, სანამ არ გეტყვით, გაახილეთ ხო, არ გაახილოთ. ხელი გამოვწიოთ წინ, ერთი. და ცერათის მოძრაობით მანიშნეთ მოგეწონათ თუ არა თქვენი მეწყვილე. 1 2 3. ჩამოწიეთ ხელი. თვალები გავახილოთ. მშვენიერი. მიშო, მინდა რომ ბიჭებს მიმართო უშუალოდ და შენ გარჩევა მისცე რა, ანუ რა შენი გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორ მოიქცნენ გოგოებთან, როგორ გაიცნონ, როგორ არ მოიქცნენ. მარტივი რჩევა თუ გოგოს თქვენი ჯენტლმენობა არ მოწონთ, აი ელემენტარული კარებს რო უღებ და ეგეუბნებათ რომ ფემინისტია, აი დაანებეთ თავი და რავი, ნამდვილები იყავით, რეალურები იყავით და ტინდერით შეფასებული, ავი დეითებზე არ წახვიდეთ. ჯობია ლაივში გაიცნოთ ხოლმე ვინმე. ოქროს ბურთი რო დემბელე მოიგო რა სიტყვა. კვარაცხელიას მინდოდა მოიგო, მაგრამ არა უშავს, წაიღოს თანაგუნდელმა. თანაგუნდელმა, არა ეგი. გუშინ გაიცნეს ერთმანეთს. ნინი, შენ რა სიტყვოდი გოგოებს, როგორ მოიქცნენ ბიჭებთან, როგორ არ მოიქცნენ და ასე შემდეგ. ვიცი რომ მოგაბეზრეთ თავი, მაგრამ ბოდიში მაპატია ვამთავრებ.
ის იყვნენ, რაც სინამდვილეში არიან, აი თვალთმაქცობა არ დაიწყონ, თავიდანვე სიმართლით დაიწყონ ურთიერთობა. კიდევ ვუჩვევ, რომ ბიჭოს ბოლომდე არ მიენდონ. ბოლომდე არ მიენდო. რატო? თუ გეუბნება რომ რამეში წამოშენთვის სურპრიზი მაქვს, ანუ არ დაუჯერო, არ წაყვე. რა ეგრე არა ურთიერთობაში ვამბობ. არ შეიძლება ისე შეეჩვი ადამიანს, რომ გეგონოს, რომ აი სულ ერთად ვიქნებთან რაღაც. ხო, მაგრამ ვიღაცას ხომ უნდა ენდო საბოლოოდ? არა? არავის არ უნდა ენდო ბოლომდე? არც იმ ერთადერთს? იცი რა, ის ფიქრი არ უნდა ის ერთადერთი კი გაიარა, შენ დაბოზარი. ის ფიქრი ვიცი რაც ახალ. ნებისმიერი ადამიანი შეიძლება წავიდეს შენი ცხოვრებიდან, ეგ სულ უნდა გახსოვდეს. შეიძლება ის იყოს ქმარი, იყოს შეყვარებული, მიშ. როგორ ხარ? მადლობა. მადლობა. მადლობა შენ. პაკა. კარგად.